ესე იგი ამ დიეტას გავეცანი დეტალურად და სრულიად წარმოუდგენელი ციფრებია. თუ ადამიანი ვთქვათ 90 კილოგრამს იწონის, შეუძლია დღის განმავლობაში 9 კილოგრამის აზანთრო მიირთვას. ელემენტარული არითმეტიკა რო გამოვიყენოთ და 9 გავამრავლოთ 80 მილიგრამზე ნიტრატების იმ რაოდენობაზე, რაც საზამთროში აღმოვაჩინეთ, 720-ს მივიღებთ. აღმოჩნდა, რომ დასაშვებ ნორმა დღეში მაქსიმუმ 500 მილიგრამი ნიტრატი ითვლება, 600 მილიგრამი კი უკვე მომწამლელია. საქართველოს საკლუბო ფეხბურთის ორმა ლიდერმა თბილისის დინამომ და ზესტაფონმა ევროტურნირებზე გამოსვლა მძიმე მარცხით დაასრულეს. დინამომ ყაზახური ოქტომბესგან ჯამში 4 გოლი გაუშვა, ზესტაფონმა კი სლოვაკურ სპარტაკთან 0-3 წააგო. ეროვნული ფეხბურთის რეპუტაცია მხოლოდ საჩხერის ჩიხურამ გადაარჩინა, რომელმაც თურქულ ბურსასპორტს სენსაციურად ძლია. ამ ფონზე მთავრობა ქართული ფეხბურთის სახელმწიფო დახმარების პროგრამას ამუშავებს და მრავალმილიონიანი ინვესტიციის პირობას. ვასილ დაბრუნდაშვილი დაინტერესდა რა პროგრამასთან გვაქვს საქმე და უღირს თუ არა გადასახადების გადამხდელს ქართულ ფეხბურთში სახელმწიფო ფული ჩაიდოს. ხრტნელი ფეხბურთელებს თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე დავალებებს აძლევს. მარტვილის მერანი თერჯოლის გუნდთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. მარტვილენები თამაშს და ვარჯიშს მხოლოდ აქ, სოფელ გაჭედილის სტადიონზე ახერხებენ. რაიონული ცენტრიდან აქამდე 20 კილომეტრია. ყველაფერს ვაკეთებ ბიჭებო მაქსიმალურ სისწრაფეში რა. ეს უკვე მარტვილის ცენტრალური სტადიონია. აქ არ არსებობს მინდვრის საფარი, არ არის გამართული ინფრასტრუქტურა და მოუწესრიგებელია საშხაპეები. ამ სტადიონზე მატჩზე დასასრები ბილეთები 2006 წლის შემდეგ აღარ გაყიდულა. მერანის ხელმძღვანელობა აქ სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილს საკუთარი ფინანსებით, ნაწილს კი სახელმწიფო დახმარებით ატარებს. ეს მოედანი 30 სექტემბერს უნდა გაიხსნას. იმ გრძელვადიანი გეგმის შესახებ, რაც ფეხბურთის დახმარებას გულისხმობს, ინფორმაცია არ აქვს კლუბის ხელმძღვანელობას. რაც შეეხება სხვა ხუთწლიან პროგრამას, რომელიც ითქვა და აი ასე ვთქვათ გავიგეთ, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენამდე არაფერი მოსულა და ამის შესახებ დაწვრილებით ჩვენ არაფერი არ ვიცით. საქართველოს ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებლად საჭიროა ყველა რეგიონებში, ყველა კუთხეებში ინფრასტრუქტურის მშენებლობის და ამის შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ბავშვთა აკადემიის მშენებლობა. ბრძანება ნომერი 262. ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისა და აღორძინების მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა. კომისიის ხელმძღვანელი პრემიერია. შემადგენლობაში კი ენერგეტიკის, ეკონომიკის, ფინანსთა და სპორტის მინისტრები შედიან. კომისიის მიზანი 5-წლიანი გეგმის შემუშავება და საფეხბურთო კლუბების დაფინანსების გაზრდის მიზნით კერძო ინვესტორების მოზიდვა. რა თანხას გამოყოფს სახელმწიფო ფეხბურთის განვითარებისთვის უცნობია. გეგმის საბოლოო ვარიანტის არარსებობის გამო უცნობია სხვა დეტალებიც. არ არის ესეთი მონახაზი, ეს მუშა პროცესია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ბიუჯეტის ფული არ დევს და ესე პირდაპირ მისი გახარჯვა, ასე ვთქვათ, პრობლემას წარმოადგენს. ეს წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი. ეს უნდა იყოს მიზნობრივი დაფინანსება, ეს არ უნდა იყოს გუნდების აზრით თქვათ და მათი ხარჯვითი ნაწილი უნდა კონტროლდებოდეს სახელმწიფოდან. ამიტომ ესეც სამუშაო პროცესია. მინისტრი ამბობს, რომ გადასახადების გადამხდელების ფული ფეხბურთის განვითარებას სწორი და გრძელვადიანი გეგმის მიხედვით მოხმარდება. გეგმა უნდა მოერგოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას. აღმასრულებელმა კომიტეტმა 2 კვირის წინ გადაწყვიტა, რომ მომავალი სეზონიდან ეროვნული ჩემპიონატი 12-ის ნაცვლად 16 გუნდიანი იქნება. სწორედ გადამხდელის ფული უნდა დაიხარჯოს იმ პროექტზე, რომელიც ამ გადამხდელს სურს. ანუ საზოგადოებრივი მოთხოვნა არის ფეხბურთის არსებობა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ეს დანახარჯები იყოს ორიენტირებული შედეგზე. როგორ უნდა დაიხარჯოს ფეხბურთისთვის გამოყოფილი თანხები? ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს საკუთარი გეგმა აქვს. მიხეილ ყავლაშვილი მიიჩნევს, რომ ფინანსების ხარჯვა არასწორად ხდება. ყოფილი თავდამსხმელის თქმით, ის თანხები, რომელიც ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას ხმარდებოდა, უბრალოდ გადაყრილია. შედეგი არ არის, ფული არ იხარჯება სწორად, გამოდის რომ ეს ფული გადაყრილი ფული არის, ფეხბურთი არის ძალიან დაბალ დონეზე,
ვახსოვს და რაღაც დრომოჭმულივით ერთი და იგივეს ვიმეორებთ, რომ ჩვენ საფეხბურთო ქვეყანა ვართ, ნამდვილად წარსული, ნამდვილად შეუძლიათ ქართველებს კარგად თამაში ფეხბურთის, მაგრამ ის რომ ეს შეიქმნას დღეს 21 საუკუნეში ამ დროს, ამისთვის საჭიროა მიზანდასახული სტრატეგია. ფედერაციაში განმარტავა, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ფეხბურთის განვითარების ახალი პროგრამა ვერ ამოქმედდება. დაფინანსება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან წამოვა, მომავალი საფეხბურთო სეზონისთვის იქნება. თუმცა გუნდები გარდამავალ პერიოდში ისევ ბიუჯეტის ხარჯზე არც თუ ისე მცირე დაფინანსებას მიიღებენ. გარდამავალ პერიოდში დაახლოებით ლაბარაკია, რომ თლიანი საფეხბურთო სეზონის განმავლობაში პირველი ლიგის კლუბებმა დაახლოებით 200,000 ლარი მიიღონ, რაც მეტნაკლებად საკმარისია საშუალო დონისა პირველი ლიგის გუნდებისთვის, იმიტომ რომ პრედისტორია ესეთია წინა წლებში დაახლოებით ამდენი ფული იხარჯებოდა ხოლმე და ორჯერ მეტი დაუშვათ უმაღლესი ლიგის გუნდების, რომელსაც ზოგს საკუთარი დაფინანსებაც გააჩნია, ზოგს კი კერძო მეპატრონეც ყავს. ეკონომიკის ექსპერტი ფიქრობს, რომ ფეხბურთი ბიზნესია და ის კერძო ფულით უნდა გაკეთდეს. პატა შეშელიძის პოზიციით ქართულ ფეხბურთში უფრო მენეჯმენტის პრობლემაა, ვიდრე ფინანსების. თუ კი ჩავხედავ სიღრმეში და არ მგონია, რომ პრობლემა იყოს ფული, როგორც ხედავ ამ სისტემაში მენეჯმენტი არის მთავარი პრობლემა, მესაკუთრე არის მთავარი პრობლემა და სწორედ მესაკუთრე და მენეჯმენტის არასწორი მოდელი აფერხებს ამ დარგის განვითარებას. ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის ჩიხურამ პენალტების სერიაში თურქული ბურსა 4-1 დაამარცხა. მატჩი მაყურებელს ანგარიშის გარდა თორნიკე მუმლაძის ამსაქციებით და ჩხუბით დაამახსოვრდა. ქართული ფეხბურთის რეპუტაცია ევროთასზე საჩხერის ჩიხურამ გადაარჩინა. დღეს მათ საკმაოდ ემოციური მატჩი ჩაატარეს. თუმცა თბილისის დინამოს და ზესტაფონის მარცხის შემდეგ კითხვა რა ეშონება ქართულ ფეხბურთს ისევ რიტორიკულად ჟღერს.